გარის ყვა არ მსურს და ჩემთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ამას რომ ვამბობ, კარგად მესმის ნაკრებების მწვრთნელებისაც, რადგან თავადაც ვიყავი ეროვნული გუნდის დამრიგებელი და ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელს ერთი და იგივე სურს. ლუის ენრიკე. ქართველი შემტევი აღდგენით პროცესს გადის და პარის სენ-ჟერმენს ვერც კვირას ლილთან გასამართ შეხვედრაში დაეხმარება. ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც წინა კვირას საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მიიღო და ფსშ ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან ვეღარ დაეხმარა, მორჩენილი ისევ არ აქვს, რაც ამყარებს ეჭვს. რომ ის ვერც საქართველოს ეროვნული ნაკრების დახმარებას შეძლებს ესპანეთსა და თურქეთთან მოახლოებულ მატჩებში. შეგახსენებთ, რომ კვარამ ტრავმა ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრაში 2-0 მიიღო. ლუის ენრიკემ ის შესვენების შემდეგ შეცვალა. იყო მოლოდინი, რომ ქართველი ფეხბურთელი ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მწყობრში იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფსშ კატალონიაში ხვიჩას გარეშე ითამაშა და მოიგო 2-1. 3 ოქტომბერს ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიას რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. პარიზული კლუბი კი შეეცდება, რომ როგორმე გაათავისუფლოს ის სანაკრებო ვალდებულებისგან. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ვილი სანიოლს ოქტომბრის მატჩებში გუნდის ლიდერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამჯერად კი დადასტურდა ის, რომ 24 წლის ქართველი შემტევი ლილთან კვირას გასამართ ლიგა 1-ის მეჩ 7 ტურის გასვლით თამაში ლუის ენრიკეს განკარგულებაში არ იქნება. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მუხლის მყესის ტრავმა მიიღო, აღდგენით პროცესს აგრძელებს, წერს პარიზული კლუბის ოფიციალური გვერდი, რომლის ცნობით, ტრავმების გამო ლუის ენრიკეს განკარგულებაში ასევე არ იქნებიან ჟოაო ნევეში, დეზირე დუე, უსმან დემბელე, მარკინიოსი და ფაბიან რუისი. უმნიშვნელოვანეს მატჩებში კვარას არ ყოფნა დიდი დანაკლისი იქნება სანიოლისთვის. ლილთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანელ სპეციალისტს შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას და ჟოაო ნევეშის შესახებაც დაუსვეს, რომლებიც, მიუხედავად ტრავმებისა, შესაბამისად, საქართველოს და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებში არიან გამოძახებულები. არ ვიცი, ამაზე დეტალურად უნდა ვისაუბრო თუ არა. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ფრანგულად. მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ მინდა, ისინი რაიმე რისკის ქვეშ დავაყენო. გაიხსენეთ ბოლო მატჩი. ნევეში გუნდთან ერთად ხურდებოდა, მაგრამ შედეგად ტრავმა მიიღო. გარის ყვა არ მსურს და ჩემთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ამას რომ ვამბობ, კარგად მესმის ნაკრებების მწვრთნელებისაც, რადგან თავადაც ვიყავი ეროვნული გუნდის დამრიგებელი და ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელს ერთი და იგივე სურს. აქ სათქმელი სხვა არაფერია, თქვა ლუის ენრიკემ. Betson, Sport.